მოგესალმებით. მე-60 საჯარო სკოლის მერვე B კლასის მოსწავლეებმა წარმოგიდგინეთ პრეზენტაცია სასუნთქის სისტემის დაავადებებისა და მისი მკურნალობის გზების შესახებ. პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რა არის სასუნთქის სისტემა. სასუნთქის სისტემა ეს არის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ჰაერის მოპოვებაზე, ჟანგბადის მიწოდებაზე და ნახშირორჟანგის გამოდევნაზე. ეს პროცესი ყოველდღიურად და მუდმივად მიმდინარეობს და თითქმის შეუმჩნეველი რჩება ჩვენთვის. მაგრამ სწორედ ეს სისტემა უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებას. სანამ ჩავახწევთ სისტემის დეტალებს, წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მისი ნაწილის სწორად ფუნქციონირება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ადამიანი ჰაერს შეესუნთქავს ცხვირის ღრუთი. ცხვირის ღრუში მიმდინარეობს სამი პროცესი: ჰაერი თბება, ტენიანდება და მიკრობებისგან იწმინდება. კაპილარები თბება წამწამოვანი ეპითელური ქსოვილების დახმარებით. ცხვირის ღრუდან ჰაერი გადადის ცხვირხახაში და შემდეგ ხორხში. სასუნთქის სისტემის ორგანოებია: ცხვირხახა, პირი, ტრაქეა, ფილტვი, ბრონქიოლები, დიაფრაგმა და ბრონქი. ახლა დეტალურად განვიხილოთ სასუნთქის სისტემის დაავადებებს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ბრონქული ასთმა, ფილტვის ემფიზემა და ბრონქიტი. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია. ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მე-20 საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო. ბრონქიტი არის ბრონქების, ანუ ფილტვების მთავარი სასუნთქი გზების ანთება. ის შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე ეს არის ფილტვების ქრონიკული დაავადება, რომელიც როგორც წესი გამოწვეულია მოწევით ან მავნე ნივთიერებების მუდმივი ზემოქმედებით. ქრონიკული ხშირად ვითარდება ვირუსული ინფექციის, მაგალითად გრიპის ან გაცეების ფონზე და გადადის რამდენიმე კვირაში. ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ასთმისთვის დამახასიათებელია ნიშნები: პერიოდულად სუნთქვის გაზნელება, მსტვინავი სუნთქვა, ხველა, გულმკვერდის შებოჭილობა, სუნთქვის გახშირება. მძიმე შეტევების დროს ვრინდება კანის ლურჯი შეფერილობა, სუნთქვის გაზნელება, ანუ ქოშინი. სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ღამით ან ადრე დილით. ასთმის გამოვლენა დაკავშირებულია ბრონქებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვასთან. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ასთმის განვითარებასა და გამწვავებაზე, იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: გენეტიკური და გარემო ფაქტორები. ფილტვის ემფიზემა არის ფილტვის დაზიანება, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობის და ქვეითებისა და განლევის შედეგად ფილტვები განიერდება და იქ ჭარბად გროვდება ჰაერი. ფილტვის ემფიზემა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, შემოფარგლული და დიფუზიური, მწვავე და ქრონიკული. თანდაყოლილ ფილტვების ემფიზემას იწვევს ერთ-ერთი ფერმენტის ნაკლებობა. ახლა კი მინდა გაგაცნოთ სასუნთქის სისტემის დაავადებების მკურნალობის გზები. ტუბერკულოზის მკურნალობა. პირველად აღმოჩენილი ტუბერკულოზით დაავადებული თითქმის ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი. მთავარია ყველაფერი სწორად გაკეთდეს. მკურნალობა უწყვეტად და ამასთანავე ერთდროულად რამდენიმე ანტიტუბერკულოზიური პრეპარატით უნდა მიმდინარეობდეს. სრული გამოჯანმრთელებისთვის მხოლოდ წამლები საკმარისი არ არის. ავადმყოფებს უნდა ჩაუტარდეთ ფიზიოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები, დაენიშნოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატებით. არასწორი მკურნალობით დაავადების იოლად განმკურნებადი ფორმა ძნელად სამკურნალო, წამლების მიმართ მედეგი ტუბერკულოზით იცვლება. ბრონქული ასთმის სამკურნალოდ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება. ისინი შეიძლება იყოს ინჰალატორის სითხის ან აბების სახით. ბრონქული ასთმის თანამედროვე მკურნალობა პერსონალიზებული და მაღალტექნოლოგიურია. ბრონქული ასთმის დროს ბიოლოგიური პრეპარატები გამოიყენება მაშინ, როდესაც ტრადიციული მკურნალობა არაეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ან ალერგიული ასთმის დროს. ისინი მოქმედებენ კონკრეტულ იმუნოლოგიურ მოლეკულებზე, რომლებიც ასთმის ანთების პროცესებს იწვევენ. ბრონქოთერმოპლასტიკის დროს ექიმი ბრონქოსკოპის მეშვეობით თერმული ენერგიით ამცირებს ბრონქების კუნთოვანი ქსოვილის სისქეს, რაც ხელს უშლის ბრონქების ზედმეტ სპაზმს და ასთმის შეტევებს. ეფექტი შეიძლება იყოს გრძელვადიანი, მაგრამ პროცედურა რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, ვისაც მედიკამენტური მკურნალობა არ შველის. თანამედროვე მედიცინა ემფიზემის მართვას ახორციელებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ადრეულ სტადიაზე მკურნალობა მედიკამენტებზე და ფილტვების რეაბილიტაციაზეა დაფუძნებული. მძიმე შემთხვევებში ენდოსკოპიური, ქირურგიული და ჟანგბადის თერაპია გამოიყენება. ემფიზემის სამკურნალოდ გამოიყენება ინჰალაციური და სისტემური მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას. ბრონქოდილატატორები აფართოებს ბრონქებს და ამსუბუქებს სუნთქვას. ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამები აერთიანებს სუნთქვის ვარჯიშებს, ფიზიკურ აქტივობებს და კვების მართვას. მძიმე ემფიზემის მქონე პაციენტებისთვის გამოიყენება ინოვაციური ენდოსკოპიური მკურნალობა. ფილტვში სპეციალური სარქველების ჩადგმა საშუალებას იძლევა, რომ დაზიანებული ნაწილი შეიკუმშოს, ჯანსაღი ქსოვილი კი უკეთ აამუშავოს. როდესაც მედიკამენტური და ენდოსკოპიური მკურნალობა არაეფექტურია, შესაძლებელია შემდეგი ქირურგიული მეთოდების ჩატარება. ფილტვის მოცულობის შემცირების ოპერაცია, დაზიანებული ფილტვის ნაწილის წამოჭრა, რაც აუმჯობესებს დარჩენილი ქსოვილის მუშაობას, ან ფილტვის ტრანსპლანტაცია მძიმე და საბოლოო სტადიის ემფიზემის მკურნალობისთვის.
თუ მწვავე ბრონქიტი ვირუსული წარმოშობისაა, ანტიბიოტიკი უსარგებლოა. უპირველეს ყოვლისა, დაავადებულს უნდა შეუქმნათ მშვიდი და კომფორტული გარემო. მწვავე ბრონქიტი წესისამებრ მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. თუ მაინც გახდა საჭირო ამოსახველებლის ან ბრონქოდილატატორის დანიშვნა, უმჯობესია მათი მიწოდება ნებულაიზერით, მოწყობილობით, რომლის წყალობითაც წამალი ბრონქებამდე უკეთ აღწევს. ნებულაიზერით შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარის მიწოდებაც, დღეში 4-6 ჯერ 10 წუთის განმავლობაში. ეს ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას შეამცირებს. ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობის მიზანი უპირველეს ყოვლისა გამაღიზიანებელი ფაქტორების მოხსნაა. გმადლობთ ყურადღებისთვის.